1995 წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველოს უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივი გაიხსნა, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც არ უნდა არსებულიყო. ეს იყო ხელნაწერი ანგარიში დათარიღებული 29 აგვისტოს წინა დღით, სადაც დეტალურად იყო აღწერილი პრეზიდენტის კორტეჟის მარშრუტი, დაცვის სისტემა და ის კონკრეტული წერტილი, სადაც ავტომობილი ყოველთვის ანელებდა სიჩქარეს. დოკუმენტს ხელი არ ჰქონდა მოწერილი, მაგრამ ქაღალდის ზედა მარჯვენა კუთხეში ჩანდა წითელი ბეჭედი, ის სპეციალური ნიშანი, რომელსაც მხოლოდ 3 ადამიანი იყენებდა მთელ რესპუბლიკაში. ერთ-ერთი მათგანი იყო უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე. მაგრამ ყველაზე საშინელი არ იყო თავად დოკუმენტი, საშინელი იყო ის, რომ ამ ქაღალდის ბოლო გვერდი აკლდა, თითქოს ვიღაც სპეციალურად ამოეჭრა ის ნაწილი, სადაც დაწერილი იყო ბრძანების ავტორის სახელი. ვინ წაშალა ეს მტკიცებულება? და რატომ ამ დოკუმენტის აღმოჩენის შემდეგ უშიშროების მინისტრმა მეორე დღესვე დატოვა ქვეყანა სამხედრო თვითმფრინავით, თავისი მოხუცი მამა კი დარჩა თბილისში, იცოდა რომ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცეოდა? ეს არის ისტორია გენერალზე, რომელიც ცხოვრობდა იმპერიაში, რომელიც აღარ არსებობდა, და მამაზე, რომელმაც გადაწყვიტა არ გაიქცეს, როდესაც მისმა შვილმა ქვეყანა დატოვა. პანტელეიმონ გიორგაძე, ადამიანი, რომელიც 1990-იან წლებში, როდესაც საქართველო აშენებდა დამოუკიდებლობას, ღიად ატარებდა საბჭოთა გენერლის ფორმას და სტალინის პორტრეტს. ზოგიერთისთვის ის იყო ღალატი, სხვებისთვის პრინციპულობა. მაგრამ ყველასთვის ის იყო საიდუმლო, რომელიც დღემდე აღელვებს საქართველოს. რა მოხდა იმ ოჯახში, სადაც მამა იყო საბჭოთა იმპერიის ბოლო ჯარისკაცი, ხოლო შვილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს უშიშროების უფროსი? რატომ დარჩა მოხუცი გენერალი მარტო, როდესაც მისი შვილი გაიქცა მოსკოვში? და რა ფასი გადაიხადა ამ ოჯახმა დიდი პოლიტიკის თამაშში? დღეს, პირველად 25 წლის შემდეგ, ჩვენ გავხსნით საიდუმლო არქივებს და მოვისმენთ იმ ადამიანების ჩვენებებს, რომლებიც იცნობდნენ პანტელეიმონ გიორგაძეს პირადად. ეს არის ისტორია ერთგულების, ღალატის და ტრაგედიის შესახებ, ისტორია მამაზე, რომელიც გახდა დიდი პოლიტიკის მძევალი და საკუთარი შვილის ბედის მსხვერპლი. ჩრდილოეთ კავკასიის სასაზღვრო ოლქის შტაბის შენობაში, თბილისის ცენტრში 1991 წლის დეკემბერში ერთ-ერთ ოთახში ინახებოდა პირადი საქმე, რომელსაც წითელი ბეჭედი ჰქონდა და ნომერი 10544. ეს იყო პანტელეიმონ გიორგაძის დოსიე, დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ყველაფერს, მის სამხედრო კარიერას, ოჯახურ ცხოვრებას, პოლიტიკურ შეხედულებებს და იმ საიდუმლო ანგარიშებს, რომლებიც მას წერდნენ უშიშროების თანამშრომლები. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ბოლო ნაწილი, ის გვერდები, სადაც აღწერილი იყო მისი ურთიერთობა შვილთან, იგორ გიორგაძესთან. წყაროების თანახმად, ამ გვერდებში იყო ჩანაწერები პირადი საუბრებიდან, სადაც მამა და შვილი განიხილავდნენ საქართველოს მომავალს, რუსეთთან ურთიერთობებს და იმ საშიშ თამაშს, რომელშიც ისინი ჩაერთნენ. მაგრამ 1995 წლის სექტემბერში, როდესაც იგორი გაიქცა მოსკოვში, ეს დოსიე გაქრა. ვინ წაიღო იგი? და რატომ ეს დოკუმენტები არასოდეს გამოჩენილა სასამართლოში, როდესაც იგორ გიორგაძეს ედებოდა ბრალი პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობაში? პანტელეიმონ გიორგაძე დაიბადა 1925 წლის 17 აგვისტოს სოფელ გომში, სამტრედიის რაიონში. ეს იყო დრო, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ეჩვეოდა საბჭოთა ხელისუფლებას, როდესაც სოფლებში ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ ძველ დროზე და ოცნებობდნენ დამოუკიდებლობაზე. მაგრამ პატარა პანტელეიმონისთვის საბჭოთა კავშირი არ იყო ოკუპაცია, ეს იყო მისი სამშობლო, მისი იმპერია, მისი ცხოვრება. მისი მამა, ივანე გიორგაძე იყო უბრალო გლეხი, რომელიც მუშაობდა კოლექტიურ მეურნეობაში და იღებდა თვეში 30 რუბლს თანხას, რომელიც ძლივს ყოფნიდა ოჯახის გადარჩენისთვის. მაგრამ პანტელეიმონს სხვა ბედი ელოდა. როდესაც მას 17 წელი შეუსრულდა, ის გაწვეულ იქნა წითელ არმიაში და პირველად დაინახა ის სამყარო, რომელიც მას მთელი ცხოვრება შეუყვარდა, სამხედრო წესრიგის, დისციპლინის და იმპერიული სიდიადის სამყარო. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირველად ჩაიცვა სამხედრო ფორმას და იგრძნო, რომ ის ნაწილი გახდა რაღაც უზარმაზარისა, რაღაც ძლიერისა, რაღაც მარადიულისა. პანტელეიმონისთვის საბჭოთა არმია არ იყო უბრალოდ სამსახური, ეს იყო მისი რელიგია, მისი იდეოლოგია, მისი აზრი ცხოვრებისა. ის ემსახურებოდა იმპერიას, რომელიც ვრცელდებოდა ბალტიისპირეთიდან წყნარ ოკეანემდე, იმპერიას, რომელიც აშენებდა ახალ სამყაროს და ჰპირდებოდა ყველას თანასწორობას და სამართლიანობას. მაგრამ ყველაზე მთავარი, ეს იყო იმპერია, რომელიც აძლევდა მას, უბრალო გლეხის შვილს, შანსს გახდეს გენერალი. და ის გამოიყენა ეს შანსი. წლების განმავლობაში, ომების და სამსახურის დროს, პანტელეიმონი ადიოდა კარიერულ კიბეზე, ოფიცერიდან მაიორამდე, მაიორიდან პოლკოვნიკამდე, პოლკოვნიკიდან გენერალამდე.
ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ასრულებდა ბრძანებებს, ყოველთვის იყო ერთგული სისტემას და ყოველთვის სწამდა, რომ საბჭოთა კავშირი იყო საუკეთესო, რაც კი შეიძლებოდა მოხდარიყო საქართველოსთვის. მაგრამ იყო რაღაც, რაც პანტელეიმონს ყოველთვის აწუხებდა, ის ხედავდა, როგორ ცხოვრობდნენ უბრალო ადამიანები. როდესაც ის გენერალი იღებდა თვეში 500 რუბლს და ცხოვრობდა კომფორტულ ბინაში თბილისის ცენტრში, მისი ძმები სოფელში ჯერ კიდევ მუშაობდნენ იმავე კოლექტიურ მეურნეობაში და იღებდნენ 50 რუბლს თვეში. როდესაც მისი ოჯახი დასვენებდა შავი ზღვის სანატორიუმებში, მისი ბავშვობის მეგობრები ცდილობდნენ გადაერჩინათ ოჯახები მწირი ხელფასით. ეს კონტრასტი აწუხებდა მას, მაგრამ ის ამართლებდა თავის თავს, სისტემა იყო სამართლიანი, უბრალოდ ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე სხვები. ის იმსახურებდა თავის პოზიციას, რადგან მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმპერიას. ეს იყო მისი ლოგიკა, მისი სამართლიანობა, მისი სამყარო. მაგრამ ყველაზე მთავარი მოვლენა მის ცხოვრებაში მოხდა 1950 წლის 23 ივნისს, როდესაც დაიბადა მისი შვილი, იგორ გიორგაძე. ეს მოხდა ქალაქ ზაისანში, აღმოსავლეთ ყაზახეთში, სადაც პანტელეიმონი მაშინ მსახურობდა. წყაროების თანახმად, როდესაც პანტელეიმონმა პირველად ხელში აიღო თავისი ახალშობილი შვილი, მან უთხრა ცოლს, ეს ბიჭი იქნება გენერალი, როგორც მე. ის გააგრძელებს ჩვენს საქმეს. და ამ წუთში, ამ პატარა ოთახში ყაზახეთის პროვინციულ ქალაქში, დაიწყო ის ტრაგედია, რომელიც 30 წლის შემდეგ დაასრულებდა ორივე მათ ცხოვრებას. რადგან პანტელეიმონი არ იცოდა, რომ მისი შვილი არ გახდებოდა მხოლოდ გენერალი, ის გახდებოდა ადამიანი, რომელიც დაადანაშაულებდნენ პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობაში და გაიქცეოდა ქვეყნიდან, დატოვებდა მოხუც მამას მარტო იმ სამყაროში, რომელიც აღარ იყო მისი. რა იფიქრეთ, შეიძლება თუ არა მამა იყოს ერთგული იმპერიისადმი, რომელიც აღარ არსებობს, და ამავდროულად იყოს ერთგული შვილისადმი, რომელიც ბრალდებულია ამ იმპერიის მტრის მკვლელობის მცდელობაში. 1992 წელს, როდესაც საქართველო უკვე იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და თბილისის ქუჩებში ისმოდა ეროვნული ჰიმნი, პანტელეიმონ გიორგაძემ გააკეთა რაღაც, რაც ყველას გააოცა. მან დააარსა ერთიანი კომუნისტური პარტია საქართველოსა და გახდა მისი თავმჯდომარე. წარმოიდგინეთ, ქვეყანაზე იმობს დამოუკიდებლობას, ხალხი ანგრევს ლენინის ძეგლებს, ახალი ხელისუფლება აშენებს ეროვნულ სახელმწიფოს, ხოლო ერთი მოხუცი გენერალი აგროვებს ადამიანებს და ეუბნება მათ. საბჭოთა კავშირი იყო ჩვენი სამშობლო და ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ მას. ზოგიერთი თვლიდა, რომ ის გიждდებოდა, სხვები, რომ ის იყო რუსეთის აგენტი, მესამენი, რომ ის უბრალოდ ვერ შეეგუა ახალ რეალობას. მაგრამ პანტელეიმონისთვის ეს იყო პრინციპის საკითხი. ის არ შეეგუებოდა იმ სამყაროს, სადაც საქართველო იყო მცირე, სუსტი, გაყოფილი ქვეყანა. ის იხსენებდა იმ დროს, როდესაც საქართველო იყო ნაწილი დიდი იმპერიისა, როდესაც ქართველი გენერლები მეთაურობდნენ არმიებს და ქართველი პოლიტიკოსები იღებდნენ გადაწყვეტილებებს მოსკოვში. მაგრამ რეალობა იყო სასტიკი. მისი პარტია იყო მცირე ჯგუფი ძველი კომუნისტებისა, რომლებიც იკრიბებოდნენ პატარა ოფისში და ლაპარაკობდნენ წარსულზე. ისინი არ ჰქონდათ ძალა, არ ჰქონდათ ფული, არ ჰქონდათ მხარდაჭერა. მაგრამ ჰქონდათ რაღაც სხვა, ჰქონდათ იდეა, რომელიც მათ აერთიანებდა. ისინი სწამდათ, რომ საქართველო უნდა დაბრუნებულიყო რუსეთთან, რომ დამოუკიდებლობა იყო შეცდომა, რომ მხოლოდ დიდი იმპერიის ფარგლებში შეეძლო საქართველოს გადარჩენა. და პანტელეიმონი იყო მათი ლიდერი, მათი სიმბოლო, მათი ბოლო კავშირი იმ სამყაროსთან, რომელიც აღარ არსებობდა. ის ატარებდა საბჭოთა გენერლის ფორმას, თუნდაც ეს ფორმა უკვე არ ჰქონდა იურიდიული ძალა. ის ინახავდა სტალინის პორტრეტს თავის ოფისში, თუნდაც ყველა ეუბნებოდა, რომ სტალინი იყო დიქტატორი და მკვლელი. ის რწმენა იყო მისი ძალა და მისი სისუსტე. მაგრამ ყველაზე რთული იყო ურთიერთობა შვილთან. იგორ გიორგაძე, რომელიც გაიზარდა საბჭოთა სისტემაში და გახდა უშიშროების ოფიცერი, 1993 წელს დაინიშნა საქართველოს უშიშროების მინისტრად. ეს იყო ის დრო, როდესაც ქვეყანა იყო ქაოსში, სამოქალაქო ომი აფხაზეთში, ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალური ჯგუფების აღზევება. იგორი უნდა ეკონტროლებინა ეს ქაოსი, უნდა დაეცვა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, უნდა ებრძოლა ყველა იმ ძალას, რომელიც ცდილობდა ქვეყნის დესტაბილიზაციას. და მისი მამა, პანტელეიმონი იყო ერთ-ერთი იმ ძალათაგანი, რომელიც ღიად ლაპარაკობდა იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა იყო შეცდომა. წარმოიდგინეთ ამ სიტუაციას. შვილი იცავს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მამა ლაპარაკობს მის განადგურებაზე. შვილი მსახურობს პრეზიდენტს, მამა უწოდებს ამ პრეზიდენტს ღალატს. როგორ შეეძლოთ მათ ცხოვრება ერთ ქალაქში, ერთ რეალობაში? წყაროების თანახმად მათ შორის იყო საუბრები, გრძელი, მტკივნეული საუბრები, სადაც ისინი ცდილობდნენ ერთმანეთის გაგებას.
პანტელეიმონი ეუბნებოდა შვილს, შენ ემსახურები ადამიანებს, რომლებმაც დაანგრიეს ჩვენი იმპერია. შენ იცავ სისტემას, რომელიც გახდის საქართველოს სუსტ და დამოკიდებულს. იგორი პასუხობდა, მამა, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ახალ რეალობაში. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მე ვიცავ მის უსაფრთხოებას. მაგრამ არც ერთი მათგანი ვერ დაარწმუნებდა მეორეს. ისინი იყვნენ ორი სამყაროს წარმომადგენლები, ერთი რომელიც წარსულში ცხოვრობდა, მეორე რომელიც ცდილობდა მომავლის აშენებას. და ეს კონფლიქტი იყო არა მხოლოდ პირადი, ეს იყო კონფლიქტი მთელი თაობის, მთელი ქვეყნის, მთელი ისტორიის. მაგრამ იყო რაღაც, რაც აერთიანებდა მათ, ოჯახური სიყვარული. თუნდაც ისინი არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს პოლიტიკაში, ისინი რჩებოდნენ მამა და შვილი. პანტელეიმონი ამაყობდა იგორის კარიერით, თუნდაც არ ეთანხმებოდა მის პოლიტიკურ არჩევანს. იგორი პატივს სცემდა მამის პრინციპულობას, თუნდაც თვლიდა, რომ ის ცდებოდა. ისინი ერთად სადილობდნენ, ერთად ლაპარაკობდნენ ოჯახურ საკითხებზე, ერთად ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ის კავშირი, რომელიც აკავშირებდა მათ. მაგრამ ისტორიას ჰქონდა სხვა გეგმები. და ეს გეგმები იყო სასტიკი, სისხლიანი და ტრაგიკული. 1995 წლის აგვისტოში, როდესაც თბილისი იყო ცხელი და დაძაბული, მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. 29 აგვისტოს, როდესაც პრეზიდენტ შევარდნაძის კორტეჟი მიდიოდა პარლამენტისკენ, მოხდა აფეთქება. ბომბი იყო დამონტაჟებული გზის გვერდით და აფეთქდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც პრეზიდენტის მანქანა გადიოდა. შევარდნაძე გადარჩა, მაგრამ რამდენიმე მისი დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. ეს იყო შოკი მთელი ქვეყნისთვის, ვინ შეეცადა მოეკლა პრეზიდენტი. ვინ იყო ამ თავდასხმის ორგანიზატორი? და რატომ ეს მოხდა ზუსტად ახლა, როდესაც ქვეყანა ცდილობდა სტაბილურობის მიღწევას? გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ და ძალიან სწრაფად გამოძიებლებმა მიაგნეს ერთ სახელს, იგორ გიორგაძე. უშიშროების მინისტრი, ადამიანი, რომელიც უნდა დაეცვა პრეზიდენტი, ბრალდებული იქნა მის მკვლელობის მცდელობაში. ეს იყო სენსაცია, სკანდალი, ტრაგედია. როგორ შეეძლო უშიშროების უფროსს ეცადა მოეკლა ის ადამიანი, რომლის დაცვაც მისი მოვალეობა იყო? რა იყო მოტივი? და რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში მის მამას, პანტელეიმონ გიორგაძეს, რომელიც ღიად ლაპარაკობდა იმაზე, რომ შევარდნაძე იყო ღალატი და უნდა წასულიყო ხელისუფლებიდან? რა ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს ბრალდებული დანაშაულში, რომელიც მან არ ჩაიდინა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები არ ემთხვევა ხელისუფლების შეხედულებებს? 1995 წლის 25 აგვისტოს 4 დღის შემდეგ აფეთქების შემდეგ იგორ გიორგაძე გათავისუფლდა უშიშროების მინისტრის თანამდებობიდან. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ ტრაგედიისკენ, რომელიც მოჰყვებოდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო არ იყო თავად გათავისუფლება, საინტერესო იყო ის, რაც მოხდა შემდეგ. წყაროების თანახმად იმავე საღამოს, როდესაც იგორმა შეიტყო თავისი გათავისუფლების შესახებ, ის წავიდა მამასთან. პანტელეიმონი ცხოვრობდა უბრალო ბინაში თბილისის ერთ-ერთ უბანში, არა ის ფუფუნებული აპარტამენტები, რომლებშიც ცხოვრობდნენ საბჭოთა გენერლები, არამედ მოკრძალებული სამოთახიანი ბინა, სადაც კედლებზე ეკიდა საბჭოთა დროის ფოტოები და სტალინის პორტრეტი. როდესაც იგორი შევიდა, მამა იჯდა სავარძელში და კითხულობდა გაზეთს. ის უკვე იცოდა ყველაფერი, ახალი ამბები ვრცელდებოდა სწრაფად. მამა, მე უნდა წავიდე, თქვა იგორმა. პანტელეიმონმა ჩამოიხედა გაზეთი და შეხედა შვილს. მის თვალებში იყო რაღაც, რაც იგორმა არასოდეს დაინახა, შიში. არა შიში საკუთარი თავისთვის, არამედ შიში შვილისთვის. სად წახვალ? იკითხა მოხუცმა გენერალმა. მოსკოვში. მე მაქვს კონტაქტები იქ. ისინი დამეხმარებიან, პასუხობდა იგორი. პანტელეიმონი დუმდა რამდენიმე წამს, შემდეგ კითხვა, თუ წახვალ ეს იქნება აღიარება. ყველა იფიქრებს, რომ შენ მართლაც ბრალეული ხარ. იგორმა ჩაიცინა მწარედ, მამა, ისინი უკვე მიწერენ ბრალს. არ აქვს მნიშვნელობა, დავრჩები თუ წავალ. მაგრამ თუ დავრჩები, მე მომკლავენ. არა სასამართლოში, ქუჩაში, შემთხვევით უცნობი თავდამსხმელების მიერ. შენ იცი როგორ მუშაობს ეს სისტემა. პანტელეიმონმა იცოდა. ის თავად იყო ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც იყენებდა ასეთ მეთოდებს. ის იცოდა, რომ როდესაც ხელისუფლება გადაწყვეტს ვინმეს განადგურებას, არ არსებობს იურიდიული პროცედურები, არ არსებობს სამართლიანი სასამართლო. არსებობს მხოლოდ ერთი შედეგი, სიკვდილი. მაშინ წადი, თქვა მან საბოლოოდ. მაგრამ იცოდე, ეს არის დასაწყისი შენი გადასახლების.
შენ აღარასოდეს დაბრუნდები საქართველოში როგორც თავისუფალი ადამიანი. იგორმა კივნა, მე ვიცი მამა. მაგრამ მე მაინც მინდა ვიცხოვრო, თუნდაც გადასახლებაში. პანტელეიმონი წამოდგა სავარძლიდან და მივიდა შვილთან. ის იყო უკვე მოხუცი 70 წლის, მაგრამ ჯერ კიდევ ძლიერი, ჯერ კიდევ სწორი, ჯერ კიდევ გენერალი. მან ჩაეხუტა შვილს და ჩასჩურჩულა, მე დავრჩები აქ. მე არ გავიქცევი. მე არაფერი მიმიღია და არაფერი მაქვს დასამალი. ეს იყო ბოლო საუბარი მამასა და შვილს შორის 15 წლის განმავლობაში. იმავე ღამეს იგორ გიორგაძე გაფრინდა მოსკოვში სამხედრო თვითმფრინავით. წყაროების თანახმად ამ ფრენაში მასთან ახლდა რამდენიმე ახლობელი თანამშრომელი და 2 ჩემოდანი დოკუმენტები, რომლებიც სავარაუდოდ შეიცავდა მტკიცებულებებს მის უდანაშაულობაზე. მაგრამ ეს დოკუმენტები არასოდეს გამოქვეყნებულა. ისინი გაქრნენ მოსკოვში, ისევე როგორც გაქრა იგორი თავად. ის გახდა ჩრდილი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა რუსეთში, მაგრამ არასოდეს გამოჩენილა საჯაროდ. ზოგიერთი ამბობდა, რომ ის მუშაობდა რუსეთის სპეცსამსახურებში, სხვები, რომ ის უბრალოდ ცხოვრობდა ჩვეულებრივ ცხოვრებას ფალსიფიცირებული დოკუმენტებით. მაგრამ ერთი რამ იყო ცხადი, ის არასოდეს დაბრუნებულა საქართველოში. პანტელეიმონ გიორგაძე კი დარჩა თბილისში. და მისი ცხოვრება გადაიქცა ჯოჯოხეთად. პირველ რიგში მოვიდა გამოძიება. გამომძიებლები მოვიდნენ მის ბინაში, გადაათრიეს ყველაფერი, წაიღეს ყველა დოკუმენტი, ყველა წერილი, ყველა ფოტო. ისინი ეძებდნენ მტკიცებულებებს იმისა, რომ პანტელეიმონი იყო თანამონაწილე შვილის დანაშაულში. მაგრამ ვერაფერი იპოვეს. პანტელეიმონი იყო პოლიტიკოსი, არა კონსპირატორი. ის ღიად ლაპარაკობდა თავის შეხედულებებზე, მაგრამ არასოდეს მონაწილეობდა არანაირ ბრძოლაში ან საბოტაჟში. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მას მშვიდად დაუტოვებდნენ. მეორე, მოვიდა სოციალური იზოლაცია. ადამიანები, რომლებიც ადრე პატივს სცემდნენ მას როგორც გენერალს, ახლა გაურბოდნენ მას ქუჩაში. მისი ძველი მეგობრები, ძველი კოლეგები, ძველი თანამებრძოლები, ყველა მათგანი აშორებდა თავს, მას შიშობდნენ, რომ ასოციაცია მასთან შეიძლებოდა ყოფილიყო საშიში. მესამე, მოვიდა ეკონომიკური პრობლემები. პანტელეიმონის პენსია იყო მცირე. 1995 წელს საქართველოში ეკონომიკა იყო კატასტროფულ მდგომარეობაში და პენსიები ძლივსყოფნი და საკვებისთვის. მაგრამ პანტელეიმონისთვის ეს არ იყო ყველაზე მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ის დარჩა მარტო. მისი შვილი იყო გადასახლებაში, მისი მეგობრები გაურბოდნენ მას, მისი პარტია იყო მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ძალა. ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა იმპერიაში, რომელიც აღარ არსებობდა და ემსახურებოდა იდეას, რომელიც აღარავის აინტერესებდა. მაგრამ ის არ დანებდა. ის აგრძელებდა თავისი პარტიის ხელმძღვანელობას, აგრძელებდა საბჭოთა გენერლის ფორმის ტარებას, აგრძელებდა სტალინის პორტრეტის შენახვას თავის ოფისში. ის იყო ბოლო ჯარისკაცი იმპერიისა, რომელიც დამარცხდა, მაგრამ არ დანებდა. რა ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს ერთგული იდეისადმი, რომელიც დამარცხდა და ამავდროულად იყოს ღირსეული პატივისცემისა? ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ის არ იყო ბრალეული, ამბობს ყოფილი უშიშროების ოფიცერი, რომელიც მუშაობდა იგორ გიორგაძესთან 1995 წელს და მისი ხელები ჯერ კიდევ კანკალებს 30 წლის შემდეგ. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს 3 ყოფილი უშიშროების თანამშრომელი, რომლებიც იყვნენ იგორ გიორგაძის უშუალო წრეში, პირველად საუბრობენ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი ჩვენებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით 1995 წლის მოვლენების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ითხოვს ანონიმურობას, გვიყვება, იმ დღეებში აფეთქებამდე 2 კვირით ადრე იგორმა მიიღო საიდუმლო ანგარიში, სადაც ეწერა, რომ ემზადებოდა თავდასხმა პრეზიდენტზე. ის პირადად წარუდგინა ეს ინფორმაცია შევარდნაძეს და ითხოვა დამატებითი უსაფრთხოების ზომები. მაგრამ პრეზიდენტმა უარყო. რატომ? რადგან ის არ ენდობოდა იგორს. ის ფიქრობდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მცდელობა გაეზარდა საკუთარი ძალაუფლება. მეორე თანამშრომელი ამატებს, როდესაც მოხდა აფეთქება, პირველი, ვინც დააბრალეს, იყო იგორი. არა იმიტომ, რომ ჰქონდა მტკიცებულებები, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ძალიან ძლიერი, ძალიან დამოუკიდებელი, ძალიან საშიში. ის იცოდა ძალიან ბევრი საიდუმლოებები პრეზიდენტის გარემოცვის შესახებ, საიდუმლოებები კორუფციის შესახებ, საიდუმლოებები იმის შესახებ, ვინ მართლაც მართავდა ქვეყანას. და ეს საიდუმლოებები უნდა დაეკრძალა მასთან ერთად. მესამე თანამშრომელი, რომელიც ახლა
ცხოვრობს საზღვარგარეთ, გვიყვება ყველაზე შოკის მომგვრელ დეტალს, იმ ღამეს, როდესაც იგორი გაფრინდა მოსკოვში, მე ვიყავი აეროპორტში. ის მითხრა, უთხარი მამას, რომ მე არ ვარ მოღალატე. უთხარი, რომ მე ვიცავდი ქვეყანას, არა ვანადგურებდი მას. და უთხარი, რომ ერთ დღეს მე დაუბრუნდები და დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. მაგრამ ის არასოდეს დაბრუნებულა. და პანტელეიმონ გიორგაძე, მისი მამა, დარჩა მარტო იმ ტვირთით, რომელიც არ იყო მისი. ეს ჩვენებები აჩვენებს რაღაც უფრო ღრმას, ისინი აჩვენებენ, რომ პანტელეიმონის ტრაგედია არ იყო მხოლოდ პირადი, ის იყო პოლიტიკური. ის გახდა მსხვერპლი იმ თამაშისა, რომელშიც მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ რომლის შედეგებსაც იტანდა. მისი შვილი ბრალდებული იყო დანაშაულში, რომელიც ამ ჩვენებების მიხედვით არ ჩაუდენია. მაგრამ ვინ დაიჯერებდა ამას? ვინ მოусმენდა მოხუც გენერალს, რომელიც ცხოვრობდა წარსულში და ლაპარაკობდა იმპერიის დაბრუნებაზე? პანტელეიმონის ცხოვრება 1995 წლის შემდეგ გადაიქცა უსასრულო ლოდინად. ის ელოდა ახალ ამბებს შვილის შესახებ, ელოდა მტკიცებულებებს მის უდანაშაულობაზე, ელოდა იმ დღეს, როდესაც იგორი დაბრუნდებოდა და ყველაფერი ახსნიდა. მაგრამ ეს დღე არასოდეს მოვიდა. იგორი რჩებოდა მოსკოვში, ჩუმად, უხილავად, მიუწვდომლად. ზოგჯერ მოდიოდა ინფორმაცია, ვიღაც ამბობდა, რომ ნახა იგი მოსკოვის ქუჩაში, ვიღაც, რომ ის მუშაობდა რუსეთის სპეცსამსახურებში, ვიღაც, რომ ის ემზადებოდა დაბრუნებისთვის. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჭორები, ჩურჩული, ჩრდილები. რეალობა იყო ის, რომ პანტელეიმონი იყო მარტო, იზოლირებული, დავიწყებული. მაგრამ ის არ დანებდა. ის აგრძელებდა თავისი პარტიის ხელმძღვანელობას, თუნდაც ეს პარტია იყო მხოლოდ 10-15 ადამიანი. ის აგრძელებდა საბჭოთა გენერლის ფორმის ტარებას, თუნდაც ხალხი ეცინებოდა მას ქუჩაში. ის აგრძელებდა სტალინის პორტრეტის შენახვას, თუნდაც ყველა ეუბნებოდა, რომ ეს იყო სიგიჟე. მაგრამ იყო მომენტები, როდესაც პანტელეიმონის ფასადი იშლებოდა. ერთ-ერთი მისი ახლობელი მეგობარი, რომელიც რჩებოდა მასთან ბოლომდე იხსენებს, ზოგჯერ, როდესაც ჩვენ ვიჯდით მის ბინაში და ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ის უცებ ჩუმდებოდა. მე ვხედავდი, როგორ ივსებოდა მისი თვალები ცრემლებით. ის ცდილობდა დაემალა ეს, მაგრამ მე ვხედავდი. ერთხელ მე ვკითხე, პანტელეიმონ, რა გაწუხებს? ის მიპასუხა, მე ვფიქრობ ჩემს შვილზე. მე ვფიქრობ იმაზე, რომ ის არის სადღაც იქ მარტო გადასახლებაში და მე ვერაფერს ვაკეთებ მისი დასახმარებლად. მე ვარ გენერალი, მე ვიბრძოდი ომებში, მე ვხელმძღვანელობდი ათასობით ჯარისკაცს, მაგრამ ვერ შემიძლია დავიცვა ჩემი საკუთარი შვილი. ეს იყო ის ტკივილი, რომელიც პანტელეიმონი ატარებდა ყოველდღე, ტკივილი უძლურების, ტკივილი იმისა, რომ ის ძლიერი გენერალი ვერაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაეხმარა შვილს. მაგრამ იყო კიდევ ერთი ტკივილი, ტკივილი იმისა, რომ მისი იდეა, მისი იმპერია, მისი სამყარო აღარ არსებობდა. პანტელეიმონი ხედავდა, როგორ იცვლებოდა საქართველო, როგორ შემოდიოდა დასავლური კულტურა, როგორ იხსნებოდა ახალი მაღაზიები უცხოური საქონლით, როგორ ლაპარაკობდნენ ახალგაზრდები ინგლისურად და ოცნებობდნენ ევროპაზე. ის ხედავდა, როგორ ქრებოდა ის სამყარო, რომელშიც ის გაიზარდა, სამყარო საბჭოთა წესრიგის, კოლექტივიზმის, იმპერიული სიდიადის. და ეს ტკივილი იყო ისევე ძლიერი, როგორც ტკივილი შვილის დაკარგვის. ის იყო ადამიანი, რომელიც დაკარგა ყველაფერი, შვილი, იმპერია, მომავალი. მაგრამ ის არ დანებდა. რატომ? რადგან ის სწამდა, რომ ისტორია მოძრაობს წრეებში, რომ იმპერიები ეცემა და იბადება ხელახლა, რომ ერთ დღეს საბჭოთა კავშირი დაბრუნდება ახალი სახით. ეს იყო მისი რწმენა, მისი იმედი, მისი ძალა. მაგრამ რეალობა იყო სასტიკი. საბჭოთა კავშირი არ დაბრუნებულა. საქართველო აგრძელებდა თავისი გზით დამოუკიდებლობისკენ, თუნდაც ეს გზა იყო რთული, სისხლიანი, ტკივილიანი. და პანტელეიმონ გიორგაძე რჩებოდა მარტო ბოლო ჯარისკაცი იმპერიისა, რომელიც აღარ არსებობდა. მაგრამ ის არ იყო უბრალოდ ნოსტალგიური მოხუცი, ის იყო სიმბოლო იმ თაობისა, რომელიც ვერ შეეგუა ახალ რეალობას, სიმბოლო იმ ადამიანებისა, რომლებიც დაკარგეს ყველაფერი, მაგრამ არ დანებდნენ თავიანთ იდეებს. და ეს სიმბოლო იყო ძლიერი, თუნდაც ის იყო ტრაგიკული. რა ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს ერთდროულად გმირი და ტრაგიკული ფიგურა, ადამიანი, რომელიც იბრძვის დაკარგული საქმისთვის, მაგრამ არ დანებდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი პანტელეიმონ გიორგაძის შესახებ, ყველა მისი საიდუმლო, ყველა მისი ტკივილი, ყველა მისი იმედი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ ერთგულება ამ ადამიანისადმი, ან გადაარჩინოთ საკუთარი თავი სოციალურ იზოლაციას.
1995 წლის შემდეგ ის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც რჩებოდნენ პანტელეიმონის გვერდით, გააკეთეს ეს არჩევანი, ისინი დარჩნენ მასთან, თუნდაც ეს ნიშნავდა, რომ მათ თავად მოუწევდათ გადატანა იზოლაციის, ღარიბების, დავიწყების. რა აიძულა მათ გააკეთონ ეს არჩევანი? რა იყო ის, რაც აკავშირებდა მათ ამ მოხუც გენერალთან, რომელიც ცხოვრობდა წარსულში? ერთ-ერთი მათგანი ვახტანგ ჩ, რომელიც იყო პანტელეიმონის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი ერთიან კომუნისტურ პარტიაში, იხსენებს, პირველად შევხვდი პანტელეიმონს 1992 წელს, როდესაც ის ქმნიდა პარტიას. მე მაშინ ვიყავი 30 წლის ახალგაზრდა, იდეალისტი, რომელიც სწამდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო შეცდომა. როდესაც მე მოვისმინე პანტელეიმონის გამოსვლა პირველ შეხვედრაზე, მე გავიგონე რაღაც, რაც არასოდეს მომისმენია, ის ლაპარაკობდა არა პოლიტიკაზე, არამედ ღირსებაზე. ის ამბობდა, ჩვენ არ ვართ მოღალატეები, რადგან ჩვენ ვრჩებით ერთგულები იმ იდეებისადმი, რომლებშიც ვიზრდებოდით. ჩვენ არ ვართ რეაქციონერები, რადგან ჩვენ გვინდა სამართლიანობა, თანასწორობა, ძმობა. ჩვენ ვართ ბოლო ჯარისკაცები იმპერიისა, რომელიც დამარცხდა, მაგრამ რომლის იდეები არასოდეს დამარცხდება. ამ სიტყვებმა შემცვალა. მე გავიგე, რომ პანტელეიმონი არ იყო უბრალოდ ნოსტალგიური მოხუცი, ის იყო ადამიანი, რომელიც იბრძოდა იდეისთვის, რომელიც ცილდებოდა პოლიტიკას. მეორე ახლობელი ადამიანი, ნინოგ, რომელიც მუშაობდა პარტიის ოფისში, იხსენებს სხვა დეტალს. პანტელეიმონი იყო ძალიან მკაცრი ადამიანი, ის მოითხოვდა დისციპლინას, წესრიგს, პუნქტუალობას. მაგრამ ამავდროულად ის იყო ძალიან კეთილი. როდესაც ვიღაც ჩვენგანი ჰქონდა პრობლემები, ფინანსური, ოჯახური, ჯანმრთელობის, ის ყოველთვის ეხმარებოდა. არა ფულით, რადგან მას თავად არ ჰქონდა ფული, არამედ რჩევით, მხარდაჭერით, ყურადღებით. მე ვიხსენებ ერთ შემთხვევას, ჩემი ქმარი დაავადდა და მე არ მქონდა ფული მკურნალობისთვის. პანტელეიმონმა გაიგო ეს და მომიტანა თავისი პირადი დანაზოგი, 200 ლარს, რაც იყო მისი 3 თვის პენსია. მე ვუთხარი, პანტელეიმონ, მე ვერ მივიღებ ამას, თქვენ თავად გჭირდებათ. ის მიპასუხა, ნინო, ფული არის მხოლოდ ქაღალდი. თავარია ადამიანები. თუ მე ვერ დავეხმარეთ ჩემს ადამიანებს, მაშინ რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას? ეს იყო ის პანტელეიმონი, რომელსაც მე ვიცნობდი, არა პოლიტიკოსი, არამედ ადამიანი, რომელიც ზრუნავდა სხვებზე. მაგრამ იყო კიდევ ერთი მხარე პანტელეიმონისა, რომელიც იყო ნაკლებად ცნობილი, მისი ინტელექტუალური მხარე. ის არ იყო უბრალოდ სამხედრო, რომელიც ასრულებდა ბრძანებებს. ის იყო ადამიანი, რომელიც კითხულობდა ბევრს, ფიქრობდა ღრმად, ანალიზებდა ისტორიას. მისი ბინაში იყო ბიბლიოთეკა, ასობით წიგნი ისტორიის, ფილოსოფიის, პოლიტიკის შესახებ. ის კითხულობდა მარქსს და ლენინს, მაგრამ ასევე კითხულობდა დოსტოევსკის და ტოლსტოის. ის ცდილობდა გაეგო, რატომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, რა იყო შეცდომები, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო სხვაგვარად. და ის აღწევდა დასკვნამდე, რომ პრობლემა არ იყო იდეაში, პრობლემა იყო იმ ადამიანებში, რომლებიც ახორციელებდნენ ამ იდეას. ის სწამდა, რომ კომუნიზმი იყო სწორი გზა, მაგრამ ის დამახინჯდა კორუფციით, ბიუროკრატიით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით. ეს იყო მისი ტრაგედია, ის ხედავდა პრობლემებს, მაგრამ არ შეეძლო მათი გადაჭრა. ის იყო ნაწილი სისტემისა, რომელიც დამარცხდა და ის ვერ შეეძლო აღიარებულიყო, რომ ეს სისტემა იყო ფუნდამენტურად ცუდი. ის ცდილობდა იპოვა ახსნა, რომელიც შეინარჩუნებდა მის რწმენას და ის პოულობდა ამ ახსნას გარეშე მტრებში, დასავლეთში, იმ ადამიანებში, რომლებმაც ღალატი ჩაიდინეს. მაგრამ ღრმად, ძალიან ღრმად ის იცოდა სიმართლე, იცოდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა არა გარეშე მტრების გამო, არამედ შიდა წინააღმდეგობების გამო, იმ წინააღმდეგობების გამო, რომლებიც იყო ჩაშენებული თავად სისტემაში. მაგრამ ეს სიმართლე იყო ძალიან მტკივნეული აღსაიარებლად. და ის აგრძელებდა ცხოვრებას თავის ილუზიაში, თავის რწმენაში, თავის იმედში. მაგრამ ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ პანტელეიმონი იცოდა, მისი შვილი, იგორი არ იზიარებდა მის იდეებს. იგორი არ იყო კომუნისტი იმ გაგებით, როგორც პანტელეიმონი. იგორი იყო პრაგმატიკოსი, ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ძალაუფლებას, არა იდეას. ის მუშაობდა უშიშროების სამინისტროში არა იმიტომ, რომ სწამდა კომუნიზმში, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო კარიერა, ძალაუფლება, გავლენა. და როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, იგორი შეეგუა ახალ რეალობას, ის გახდა დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების მინისტრი, ემსახურებოდა პრეზიდენტს, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებმაც დაანგრიეს საბჭოთა კავშირი. ეს იყო ის, რაც პანტელეიმონს ყველაზე მეტად აწუხებდა, არა ის, რომ მისი შვილი იყო ბრალდებული დანაშაულში, არამედ ის, რომ მისი შვილი არ იყო ერთგული იმ იდეებისადმი, რომლებშიც პანტელეიმონი სწამდა. მაგრამ ამავდროულად პანტელეიმონი ამაყობდა შვილით.
ის ამაყობდა იმით, რომ იგორი გახდა გენერალი, გახდა მინისტრი, გახდა ძლიერი ადამიანი. ის ამაყობდა იმით, რომ მისმა შვილმა მიაღწია იმას, რასაც ის თავად ოცნებობდა, მიაღწია ძალაუფლებას, გავლენას, პატივს. და როდესაც იგორი დაბრალდა და გაიქცა, პანტელეიმონი არ დაუჯერა ბრალდებებს. ის იცოდა თავისი შვილი, იცოდა, რომ იგორი იყო ბევრი რამ, მაგრამ არა მკვლელი. ის იყო ამბიციური, ის იყო უხეში, ის იყო ზოგჯერ სასტიკი, მაგრამ ის არ იყო ადამიანი, რომელიც მოკლავდა პრეზიდენტს. და პანტელეიმონი დახარჯა თავისი ცხოვრების ბოლო წლები იმაზე, რომ ეცადა დაემტკიცებინა, რომ მისი შვილი იყო უდანაშაულო, რომ ის იყო მსხვერპლი პოლიტიკური თამაშისა, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც გაიდევნა არა იმიტომ, რომ ჩაიდინა დანაშაული, არამედ იმიტომ, რომ იყო ძალიან ძლიერი, ძალიან დამოუკიდებელი, ძალიან საშიში. რა ფიქრობთ, შეიძლება თუ არა მამა იყოს ერთდროულად ამაყი და იმედგაცრუებული თავისი შვილით, იყოს ერთდროულად მხარდამჭერი და კრიტიკოსი. უშიშროების სამინისტროს არქივებში, რომლებიც ნაწილობრივ გახსნილია 2010 წლებში, ინახება საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ეხება პანტელეიმონ გიორგაძის ჯანმრთელობას. ეს დოკუმენტები არის სამედიცინო ანგარიშები, რომლებიც შედგენილია 1995-დან 2009-მდე, ის წლები, როდესაც პანტელეიმონი ცხოვრობდა იზოლაციაში და ელოდა შვილის დაბრუნებას. ამ დოკუმენტებში ჩანს რაღაც, რაც პანტელეიმონმა დამალა საზოგადოებისგან, ის ავადდებოდა და ავადდებოდა სერიოზულად. პირველი ანგარიში დათარიღებული 1996 წლით აღნიშნავს, პაციენტი პანტელეიმონ გიორგაძე 71 წლის აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, გულის არითმია, ქრონიკული სტრესის ნიშნები. მეორე ანგარიში 1999 წლიდან უფრო საგანგაშოა, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, აღინიშნება დეპრესიის სიმპტომები, უძილობა, კვების დარღვევა, წონის კლება. მესამე ანგარიში 2002 წლიდან თითქმის სასოწარკვეთილია, პაციენტი უარს ამბობს მკურნალობაზე, ამბობს, რომ არ აქვს აზრი ცხოვრებას, ელოდება შვილის დაბრუნებას. ეს დოკუმენტები აჩვენებს რაღაცს, რაც პანტელეიმონი არასოდეს აღიარებდა საჯაროდ, ის კვდებოდა, არა ფიზიკურად, არამედ ემოციურად, ფსიქოლოგიურად. ის კვდებოდა იმიტომ, რომ დაკარგა ყველაფერი, შვილი, იმპერია, მომავალი. ის კვდებოდა იმიტომ, რომ ცხოვრობდა სამყაროში, რომელიც აღარ იყო მისის სამყაროში, სადაც მისი იდეები იყო დავიწყებული, მისი ღირებულებები იყო უარყოფილი, მისი ცხოვრება იყო უაზრო. მაგრამ ის არ აჩვენებდა ამას. ის აგრძელებდა ტარებას საბჭოთა გენერლის ფორმას, აგრძელებდა დასწრებას პარტიის შეხვედრებზე, აგრძელებდა ლაპარაკს იმპერიის დაბრუნებაზე. ის იყო მსახიობი, რომელიც თამაშობდა როლს ბოლომდე, თუნდაც ეს როლი იყო ტრაგიკული. მაგრამ იყო ერთი რამ, რაც ინარჩუნებდა მას ცოცხალს, იმედი. იმედი იმისა, რომ ერთ დღეს იგორი დაბრუნდება, იმედი იმისა, რომ ერთ დღეს სიმართლე გამოვლინდება, იმედი იმისა, რომ ერთ დღეს საბჭოთა კავშირი დაბრუნდება ახალი სახით. ეს იმედი იყო ილუზია, მაგრამ ეს იყო ილუზია, რომელიც აძლევდა მას ძალას გააგრძელოს ცხოვრება. და ის ეჭიდებოდა ამ ილუზიას, როგორც მოხუცი კაცი ეჭიდება ცხოვრებას, სასოწარკვეთილად, მტკივნეულად, მაგრამ შეუპოვრად. მისი ახლობლები იხსენებენ, რომ ის ყოველდღე ამოწმებდა პოსტას, ელოდა წერილს იგორისგან. ის ყოველდღე უსმენდა ახალ ამბებს, ელოდა ინფორმაციას შვილის შესახებ. ის ყოველდღე ლოცულობდა, თუნდაც ის იყო ათეისტი, ის ლოცულობდა იმისთვის, რომ მისი შვილი იყოს ცოცხალი, იყოს ჯანმრთელი, იყოს ბედნიერი. მაგრამ წერილი არასოდეს მოვიდა. ინფორმაცია იყო მხოლოდ ჯორები. ლოცვა იყო უპასუხო. და პანტელეიმონი აგრძელებდა ცხოვრებას თავის მარტოობაში, თავის ტკივილში, თავის იმედგაცრუებაში. მაგრამ ის არ დანებდა. ის არ დანებდა იმიტომ, რომ დანებება ნიშნავდა აღიარებას იმისა, რომ მისი ცხოვრება იყო უაზრო, რომ მისი იდეები იყო ცუდი, რომ მისი შვილი იყო ბრალეული. და ეს აღიარება იყო რაღაც, რასაც პანტელეიმონი ვერასოდეს გააკეთებდა. ის კვდებოდა, მაგრამ ის კვდებოდა როგორც ჯარისკაცი, წამდგარი, ამაყი, ერთგული. 2009 წლის მე-3 მარტს პანტელეიმონ გიორგაძე გარდაიცვალა თბილისში, თავის ბინაში, მარტო. მას იპოვეს მეზობლებმა, რომლებმა შენიშნეს, რომ რამდენიმე დღე არ გამოსულა სახლიდან. როდესაც ისინი შევიდნენ ბინაში, ნახეს მოხუცი გენერალი, რომელიც ითვა თავის საწოლში, ჩაცმული საბჭოთა გენერლის ფორმაში, ხელში ეჭირა ფოტო მისი შვილის, იგორის. კედელზე, როგორც ყოველთვის, ეკიდა სტალინის პორტრეტი. მაგიდაზე იდო გაზეთები, წიგნები, დოკუმენტები. ყველაფერი იყო წესრიგში, ყველაფერი იყო სუფთა, ყველაფერი იყო დისციპლინირებული, ისევე როგორც პანტელეიმონის ცხოვრება. ის გარდაიცვალა როგორც ცხოვრობდა, ერთგული თავისი იდეებისადმი, ერთგული თავისი შვილისადმი, ერთგული თავისი იმპერიისადმი.
დაკრძალვაზე მოვიდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, ის რამდენიმე ერთგული მეგობარი, რომლებიც რჩებოდნენ მასთან ბოლომდე. არ იყო ოფიციალური წარმომადგენლები, არ იყო სამხედრო პატივი, არ იყო სახელმწიფო დროშა. იყო მხოლოდ მცირე ჯგუფი მოხუცი ადამიანებისა, რომლებიც დგანან საფლავთან და იხსენებდნენ ადამიანს, რომელიც იყო ბოლო ჯარისკაცი იმპერიისა, რომელიც აღარ არსებობდა. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, პანტელეიმონი იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს დანებდა. ის იბრძოდა ბოლომდე, თუნდაც ის იცოდა, რომ ეს იყო დაკარგული ბრძოლა. ის იყო გმირი, არა იმიტომ, რომ მოიგო, არამედ იმიტომ, რომ არასოდეს დანებდა. მეორემ დაამატა, ის იყო მამა, რომელიც დაკარგა შვილი, მაგრამ არასოდეს დაკარგა რწმენა მასში. ის იყო ადამიანი, რომელიც დაკარგა ყველაფერი, მაგრამ არასოდეს დაკარგა ღირსება. და ეს იყო სიმართლე. პანტელეიმონ გიორგაძე იყო ტრაგიკული ფიგურა, მაგრამ ის იყო ასევე ღირსეული ფიგურა. ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა თავისი პრინციპებით, თუნდაც ეს პრინციპები იყო მცდარი. ის იყო ადამიანი, რომელიც უყვარდა თავისი შვილი, თუნდაც ეს შვილი არ იზიარებდა მის იდეებს. ის იყო ადამიანი, რომელიც სწამდა თავის იმპერიაში, თუნდაც ეს იმპერია აღარ არსებობდა. და ეს რწმენა, ეს სიყვარული, ეს პრინციპულობა, ეს იყო ის, რაც აქცევდა მას არა უბრალოდ მოხუც გენერალს, არამედ სიმბოლოს იმ თაობისა, რომელიც დაკარგა ყველაფერი, მაგრამ არასოდეს დაკარგა ღირსება. რა ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს ტრაგიკული და ღირსეული ერთდროულად, იყოს დამარცხებული და გმირი, იყოს დავიწყებული და დასამახსოვრებელი? თბილისის ცენტრში, ძველ საბჭოთა შენობაში, რომელიც ახლა ნახევრად დატოვებულია, არსებობს სარდაფი, რომელზეც თითქმის არავინ იცის. ამ სარდაფში, ბეტონის კედლებს შორის ინახება ძველი უსაფრთხოების კარადები, მწვანე ლითონის ყუთები, რომლებზეც წითელი ბეჭდებია ამოტვიფრული. ერთ-ერთ ამ კარადაში, ნომრით 2054, ინახება დოკუმენტები, რომლებიც ეხება საიდუმლო ჯგუფს, რომელსაც უწოდებდნენ წრე 12-ის. ეს იყო 12 ადამიანი, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი პანტელეიმონ გიორგაძისა და მისი შვილის, იგორის შესახებ, ყველა საიდუმლო, ყველა გეგმა, ყველა კავშირი. ისინი იყვნენ უშიშროების ოფიცრები, პოლიტიკური მრჩევლები, სამხედრო სპეციალისტები, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ჩრდილში და იცავდნენ საიდუმლოებებს, რომლებმაც შეეძლოთ შეეცვალათ ისტორია. მაგრამ 1995 წლის სექტემბერში, როდესაც იგორი გაიქცა მოსკოვში, ამ ჯგუფმა უნდა გაეკეთებინა არჩევანი, შეენარჩუნებინათ ერთგულება თავიანთი ხელმძღვანელისადმი თუ გადაერჩინათ საკუთარი თავი. ზოგიერთმა აირჩია პირველი, ზოგიერთმა მეორე. მაგრამ ყველა მათგანმა იცოდა ერთი რამ, ის რაც მოხდა იმ დღეებში იყო არა უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი, არამედ რაღაც ბევრად უფრო ღრმა, რაღაც რაც ეხებოდა ძალაუფლების, ღალატის და გადარჩენის ბუნებას. ერთ-ერთი წევრი ამ ჯგუფისა, რომელიც ახლა ცხოვრობს საზღვარგარეთ და ითხოვს სრულ ანონიმურობას, პირველად თანახმა ისაუბროს. მისი ხმა კანკალებს, როდესაც ის იხსენებს იმ დღეებს, ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც ემზადებოდა. 2 კვირით ადრე, ვიდრე მოხდებოდა აფეთქება, იგორმა შეკრიბა ჩვენ 12-ვე და უთხრა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ემზადება თავდასხმა პრეზიდენტზე. მე არ ვიცი, ვინ დგას ამის უკან, მაგრამ ვიცი, რომ ეს მოხდება მალე. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ მკითხეთ, რა უნდა გავაკეთოთ, ის პასუხობდა, უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოება, უნდა შევცვალოთ მარშრუტები, უნდა გავზარდოთ დაცვა. მაგრამ როდესაც ის წარუდგინა ეს გეგმა პრეზიდენტს, შევარდნაძე მოარყო. ის თქვა, თქვენ ცდილობთ შემაშინოთ, რათა გაზარდოთ თქვენი ძალაუფლება. და 2 კვირის შემდეგ მოხდა აფეთქება. ეს ჩვენება ემთხვევა იმას, რასაც ამბობდნენ სხვა წყაროები, რომ იგორი იცოდა თავდასხმის შესახებ, მაგრამ ვერ შეძლო მისი თავიდან აცილება. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც მოხდა შემდეგ. როდესაც მოხდა აფეთქება და იგორს დაედო ბრალი, ჩვენ 12-ვე შევიკრიბეთ ერთ საიდუმლო ადგილას, ძველ სამხედრო ბაზაზე თბილისის გარეუბანში. ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა, რა გვექნა. ზოგიერთი ამბობდა, ჩვენ უნდა დავიცვათ იგორი, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ საჯაროდ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს სიმართლე. სხვები ამბობდნენ, თუ ჩვენ ვილაპარაკებთ, ჩვენ მოგვკლავენ. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად, ჩვენ უნდა გადავრჩეთ. და მესამენი ამბობდნენ, ჩვენ უნდა გავიდეთ ქვეყნიდან, ისევე როგორც იგორი. ბოლოს, ჩვენ გადავწყვიტეთ ყოველი თავისთვის. ზოგიერთი დარჩა და ჩუმად იყო, ზოგიერთი გავიდა ქვეყნიდან, ზოგიერთი კი. ზოგიერთმა გააკეთა რაღაც, რაზეც მე არ შემიძლია ვისაუბრო. ეს ბოლო წინადადება ჟღერს საშინლად, რა გააკეთეს ზოგიერთმა მათგანმა. ღალატი. თანამშრომლობა ხელისუფლებასთან? რაღაც უარესი. მეორე წევრი ამ ჯგუფისა, რომელიც ახლა ცხოვრობს რუსეთში, ამატებს კიდევ ერთ დეტალს,
პანტელეიმონი იცოდა ჩვენს შესახებ. ის იცოდა, რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც ვიცოდით ყველაფერი. და როდესაც იგორი გაიქცა, პანტელეიმონმა შეეცადა დაგვეკავშირებინა. ის გვეძებდა, ის გვიგზავნიდა წერილებს, ის ცდილობდა გაეგო, რა მოხდა, რატომ მოხდა, ვინ იყო ბრალეული. მაგრამ ჩვენ ვერ ვუპასუხეთ. ჩვენ ვშიშობდით. ჩვენ ვიცოდით, რომ თუ ჩვენ ვისაუბრებთ პანტელეიმონთან, ეს იქნება ჩვენი დასასრული. ამიტომ ჩვენ გავეკეცით მას, ისევე როგორც ყველა სხვა. და ეს იყო ჩვენი ღალატი, არა იგორის მიმართ, არამედ პანტელეიმონის მიმართ. ჩვენ დავტოვეთ მოხუცი კაცი მარტო, როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენი დახმარება. ეს აღიარება აჩვენებს რაღაც ძალიან ადამიანურს, შიშს, სისუსტეს, ეგოიზმს. ეს ადამიანები არ იყვნენ გმირები, ისინი იყვნენ უბრალოდ ადამიანები, რომლებმაც აირჩიეს გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი არის მესამე ჩვენება. მესამე წევრი, რომელიც ახლა ცხოვრობს თბილისში და მუშაობს ჩვეულებრივ სამსახურში, გვიყვება, ერთ-ერთი ჩვენგანი გახდა ინფორმატორი. ის დაიწყო თანამშრომლობა ახალ ხელისუფლებასთან და მისცა მათ ინფორმაცია იგორის შესახებ, პანტელეიმონის შესახებ, ჩვენ ყველას შესახებ. ის იყო ის ადამიანი, რომელმაც დაადასტურა ბრალდებები იგორის წინააღმდეგ, თუნდაც ის იცოდა, რომ ეს იყო სიცრუე. ის იყო ის ადამიანი, რომელმაც უთხრა ხელისუფლებას სად ეძებათ დოკუმენტები, რომლებიც შეეძლოთ გამოეყენებინათ იგორის წინააღმდეგ. ის იყო ის ადამიანი, რომელმაც ღალატი ჩაიდინა არა მხოლოდ იგორის, არამედ ჩვენ ყველას მიმართ. და ყველაზე საშინელი არის ის, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია, ჯერ კიდევ ცხოვრობს საქართველოში, ჯერ კიდევ დადის ქუჩებში, თითქოს არაფერი მომხდარა. ვინ არის ეს ადამიანი? სახელი არ ხსენდება, მაგრამ ეს ჩვენება აჩვენებს, რომ პანტელეიმონის ტრაგედია იყო არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადი. ის გახდა მსხვერპლი ღალატისა, რომელიც მოვიდა არა მტრებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ის ენდობოდა. ეს წრე 12-ის იყო არა მხოლოდ ჯგუფი ადამიანებისა, ეს იყო სიმბოლო იმისა, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება, როგორ იშლება ერთგულება, როგორ იბადება ღალატი. ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მეგობრები, არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები. და როდესაც ინტერესები იცვლება ერთგულებაც. პანტელეიმონი ეს იცოდა, ის თავად იყო ნაწილი ამ სისტემისა. მაგრამ ის არასოდეს არ ფიქრობდა, რომ ეს სისტემა მოექცეოდა მის საკუთარ ოჯახს, მის საკუთარ შვილს. და როდესაც ეს მოხდა, ის დარჩა მარტო თავის ტკივილთან, მარტო თავის მარტოობასთან, მარტო თავის იმედგაცრუებასთან. რა ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს ერთდროულად მსხვერპლი და თანამონაწილე იმ სისტემისა, რომელიც მას ანადგურებს. თბილისის ქვეშ, ძველი საბჭოთა დროის ბუნკრებსა და გვირაბებში, რომლებიც აშენდა ცივი ომის დროს, არსებობს საიდუმლო სამყარო, რომელზეც თითქმის არავინ იცის. ეს გვირაბები აკავშირებს მთავარ სამთავრობო შენობებს, სამხედრო ბაზებს, უშიშროების სამინისტროს. ისინი აშენდა იმისთვის, რომ ლიდერებს შეეძლოთ გაქცევა ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში. მაგრამ 1995 წელს ეს გვირაბები გამოიყენეს სხვა მიზნით, მათ გამოიყენეს იმისთვის, რომ დამალულიყო საიდუმლოებები, რომლებმაც შეეძლოთ შეეცვალათ ისტორია. წყაროების თანახმად იმ დღეებში, როდესაც იგორ გიორგაძე ემზადებოდა გაქცევისთვის, ის პირადად შევიდა ერთ-ერთ ამ გვირაბში და წაიღო დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა მტკიცებულებებს მის უდანაშაულობაზე, მტკიცებულებებს იმის შესახებ, ვინ მართლაც იყო ბრალეული აფეთქებაში, მტკიცებულებებს იმის შესახებ, რა მართლაც ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წრეებში. ერთ-ერთი ყოფილი უშიშროების ოფიცერი, რომელიც იყო იგორის თანმხლები იმ ღამეს, იხსენებს, ჩვენ შევედით გვირაბში შუაღამისას. იგორს ჰქონდა სპეციალური გასაღები, ძველი რკინის გასაღები, რომელიც გახსნიდა ძველ საბჭოთა დროის კარს. ჩვენ ჩავედით ღრმად, ძალიან ღრმად, მე ვფიქრობ 30 მეტრზე მიწის ქვეშ. იქ იყო ოთახი, პატარა ბეტონის ოთახი, სადაც იდგა რკინის კარადები. იგორმა გახსნა ერთ-ერთი კარადა და ამოიღო 2 დიდი კონვერტი. ის არ მითხრა, რა იყო იმ კონვერტებში, მაგრამ მე ვიცოდი, ეს იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაღაც, რაც შეეძლო შეეცვალა ყველაფერი. როდესაც ჩვენ გამოვედით გვირაბიდან, იგორმა მითხრა, ეს დოკუმენტები არის ჩემი სიცოცხლის დაზღვევა. თუ რაიმე მომხდება, ეს დოკუმენტები გამოავლენს სიმართლეს. მაგრამ ეს დოკუმენტები არასოდეს გამოქვეყნებულა. ისინი გაქრნენ მოსკოვში, ისევე როგორც გაქრა იგორი თავად. მაგრამ რა იყო ამ დოკუმენტებში? რა საიდუმლოებები შეიცავდა ისინი? ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ეს იყო ჩანაწერები პირადი საუბრებიდან პრეზიდენტის გარემოცვაში, საუბრები, სადაც განიხილებოდა კორუფციული სქემები, განიხილებოდა პოლიტიკური მკვლელობები, განიხილებოდა ის, თუ როგორ მართავდნენ ქვეყანას რეალურად.
სხვა წყარო ამბობს, რომ ეს იყო ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, სად მიდიოდა ქვეყნის ფული, ვინ იღებდა ქრთამებს, ვინ აფინანსებდა ოპოზიციას. მესამე წყარო ამბობს, რომ ეს იყო უშიშროების ანგარიშები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას უცხო აგენტების შესახებ, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოში ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ მართლაც აკონტროლებდა ქვეყნის პოლიტიკას. მაგრამ ყველა ეს წყარო ეთანხმება ერთ რამეში, ეს დოკუმენტები იყო ძალიან საშიში, ძალიან კომპრომეტირებადი, ძალიან ძლიერი. და ახლა წარმოიდგინეთ, ეს დოკუმენტები არის სადღაც მოსკოვში, დამალული, დაცული, მოლოდინში იმისა, რომ ერთ დღეს ისინი გამოქვეყნდება და გამოავლენს სიმართლეს. მაგრამ ეს დღე არასოდეს მოვიდა. რატომ? რადგან იგორ გიორგაძემ გააკეთა გარიგება რუსეთის სპეცსამსახურებთან. ის მისცა მათ ეს დოკუმენტები სანაცვლოდ თავშესაფრისა, დაცვისა, ახალი ცხოვრებისა. და რუსეთმა გამოიყენა ეს დოკუმენტები არა იმისთვის, რომ გამოეავლინა სიმართლე, არამედ იმისთვის, რომ ჰქონოდა ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებაზე. ეს იყო თამაში, სადაც ყველა მხარე იყენებდა საიდუმლოებებს როგორც იარაღს, სადაც სიმართლე იყო საქონელი, რომელიც იყიდებოდა. და პანტელეიმონ გიორგაძე, რომელიც არაფერი იცოდა ამ თამაშის შესახებ, რჩებოდა მარტო ელოდა სიმართლეს, რომელიც არასოდეს მოვიდოდა. მაგრამ იყო კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც დაკავშირებული იყო ამ გვირაბებთან. წყაროების თანახმად, პანტელეიმონი თავად იცოდა ამ გვირაბების შესახებ. ის თავად იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მათ მშენებლობაში 90-იან წლებში. ის იცოდა ყველა შესასვლელი, ყველა გასასვლელი, ყველა საიდუმლო ოთახი. და ბოლო წლებში, როდესაც ის ცხოვრობდა იზოლაციაში, ის ზოგჯერ ბრუნდებოდა ამ გვირაბებში, ბრუნდებოდა იმისთვის, რომ იყოს მარტო, იმისთვის, რომ გაექცეს რეალობას, იმისთვის, რომ იხსენებდეს იმ დროს, როდესაც ის იყო ძლიერი, როდესაც ის იყო მნიშვნელოვანი, როდესაც ის იყო ნაწილი რაღაც დიდისა. ერთ-ერთი მისი ახლობელი მეგობარი იხსენებს, ზოგჯერ პანტელეიმონი ქრებოდა რამდენიმე საათით. მე არ ვიცოდი, სად მიდიოდა. მაგრამ ერთხელ მე გავყევი მას და ვნახე, ის შედიოდა ძველ შენობაში, ჩადიოდა სარდაფში და ქრებოდა. როდესაც ის დაბრუნდა, მისი თვალები იყო წითელი, თითქოს ტიროდა. მე ვკითხე, სად იყავი? ის პასუხობდა, წარსულში. ეს გვირაბები იყო არა მხოლოდ ფიზიკური სივრცე, ეს იყო მეტაფორა იმისა, თუ როგორ ცხოვრობდა პანტელეიმონი, მიწის ქვეშ, ჩრდილში, დამალული რეალობისგან. მეტაფორა იმისა, თუ როგორ ინახებოდა საიდუმლოებები, ღრმად, ბნელში, მიუწვდომლად. მეტაფორა იმისა, თუ როგორ მუშაობდა ძალაუფლება, ჩუმად, უხილავად, სასტიკად. და ეს მეტაფორა იყო ძალიან ზუსტი, ძალიან მტკივნეული, ძალიან ადამიანური. რა ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ადამიანი იცხოვროს ორ სამყაროში ერთდროულად ზედაპირზე, სადაც ყველაფერი ჩანს ნორმალურად და მიწის ქვეშ, სადაც ინახება ყველა საიდუმლო, ყველა ტკივილი, ყველა სიმართლე. 2004 წელს, 5 წლის შემდეგ პანტელეიმონის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა არქივმა გახსნა ნაწილი იმ დოკუმენტებისა, რომლებიც ეხებოდა 1995 წლის მოვლენებს. ამ დოკუმენტებს შორის იყო ერთი საგანგებო საქაღალდე, რომელსაც ეწერა გიორგაძე, სამედიცინო ანგარიშები და პირადი მიმოწერა. ეს საქაღალდე შეიცავდა არა მხოლოდ ოფიციალურ სამედიცინო დოკუმენტებს, არამედ პირად წერილებს, რომლებიც პანტელეიმონი წერდა თავის შვილს, იგორს, მაგრამ არასოდეს გაუგზავნა. ეს წერილები იყო ძალიან პირადი, ძალიან ემოციური, ძალიან მტკივნეული. ისინი აჩვენებდა იმ ადამიანს, რომელიც იყო პანტელეიმონი რეალურად, არა გენერალს, არა პოლიტიკოს, არამედ მამას, რომელიც დაკარგა შვილი და ცდილობდა გაეგო, რატომ მოხდა ეს. ერთ-ერთ წერილში დათარიღებული 1996 წლის იანვრით, პანტელეიმონი წერს, ჩემო ძვირფასო იგორ, დღეს არის 4 თვე, რაც შენ წახვედი. 4 თვე, რაც მე ვცხოვრობ ამ ჯოჯოხეთში, სადაც ყოველი დღე არის ტანჯვა, ყოველი ღამე არის კოშმარი. მე ვცდილობ გავიგო, რატომ მოხდა ეს. რატომ შენ, ჩემი შვილი, რომელიც ყოველთვის იყო პატიოსანი, ყოველთვის იყო ერთგული, ყოველთვის იყო ძლიერი, უნდა გაქცეულიყავი როგორც დამნაშავე. მე ვიცი, რომ შენ არ ხარ ბრალეული. მე ვიცი, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში, რომ ეს არის ძალაუფლების ბრძოლა, რომ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დიდ პოლიტიკას. მაგრამ ეს ცოდნა არ მაძლევს ნუ გეშს. ეს ცოდნა მხოლოდ ზრდის ჩემს ტკივილს, რადგან მე ვიცი, რომ შენ ხარ მსხვერპლი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ შენი დასახმარებლად. მეორე წერილში დათარიღებული 1999 წლის მარტით, პანტელეიმონი წერს უფრო ბნელ ტონში, იგორ, დღეს მე წავედი ექიმთან. ის მითხრა, რომ ჩემი გული სუსტდება, რომ ჩემი წნევა არის ძალიან მაღალი, რომ მე უნდა მივიღო მედიკამენტები.
მაგრამ რა აზრი აქვს მედიკამენტებს, როდესაც ჩემი სული კვდება? რა აზრი აქვს ცხოვრებას, როდესაც ყველაფერი, რისთვისაც მე ვიცოცხლე, აღარ არსებობს? საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. ჩემი იმპერია აღარ არსებობს. ჩემი შვილი არის გადასახლებაში. ჩემი მეგობრები მაქცევიან ზურგს. რა დარჩა? დარჩა მხოლოდ მე, მოხუცი კაცი, რომელიც ცხოვრობს წარსულში და ელოდება მომავალს, რომელიც არასოდეს მოვა. ეს წერილი აჩვენებს იმ სიღრმეს, რომელშიც იყო პანტელეიმონის დეპრესია. ეს არ იყო უბრალოდ სევდა, ეს იყო ეგზისტენციალური კრიზისი, რომელიც ეხებოდა თავად ცხოვრების აზრს. მესამე წერილში, დათარიღებული 2002 წლის ნოემბრით, პანტელეიმონი წერს უკვე თითქმის მშვიდად, თითქმის შერიგებულად: იგორ, მე ვიცი, რომ შენ არასოდეს წაიკითხავ ამ წერილებს. მე ვიცი, რომ შენ არ იცი, რომ მე ვწერ მათ. მაგრამ მე ვაგრძელებ წერას, რადგან ეს არის ერთადერთი რამ, რაც მაკავშირებს შენთან. როდესაც მე ვწერ, მე ვგრძნობ, რომ შენ ხარ აქ ჩემთან ერთად, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვართ ოჯახი. მე ვიცი, რომ ეს არის ილუზია, მაგრამ ეს ილუზია არის ერთადერთი რამ, რაც მაძლევს ძალას გავაგრძელო ცხოვრება. მე მალე მოვკვდები, იგორ. მე ვგრძნობ ამას. ჩემი სხეული სუსტდება, ჩემი გონება ბუნდოვანდება, ჩემი სული იღლება. მაგრამ სანამ მე ვცოცხლობ, მე ვიქნები შენი მამა, მე ვიქნები შენი მხარდამჭერი, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც სწამს შენში, თუნდაც მთელი სამყარო არ სწამს. ეს წერილები გამოქვეყნდა 2005 წელს ერთ-ერთ საქართველოს გაზეთში და გამოიწვია დიდი რეზონანსი. ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, რომ ეს წერილები იყო მტკიცებულება პანტელეიმონის სიყვარულისა შვილისადმი, მტკიცებულება იმისა, რომ ის იყო არა პოლიტიკური ფიგურა, არამედ უბრალოდ მამა, რომელიც ტანჯავდა. სხვები ამბობდნენ, რომ ეს წერილები იყო მანიპულაცია, რომ ისინი გამოქვეყნდა იმისთვის, რომ გამოეწვია სიმპათია პანტელეიმონისადმი და იგორისადმი. მესამენი ამბობდნენ, რომ ეს წერილები იყო უბრალოდ ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა ერთი ოჯახის ტრაგედიას დიდი პოლიტიკის ფონზე. მაგრამ ყველა ეთანხმებოდა ერთ რამეში, ეს წერილები იყო ძალიან ძლიერი, ძალიან ემოციური, ძალიან ადამიანური. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ამ წერილების გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე ადამიანმა გამოვიდა და თქვა, რომ მათ იცოდნენ პანტელეიმონი პირადად და რომ ეს წერილები იყო ზუსტად ის, რაც ის იყო, ადამიანი, რომელიც ტანჯავდა, მაგრამ არ დანებდა, ადამიანი, რომელიც უყვარდა თავისი შვილი, მაგრამ ვერ შეეძლო დაეხმარა მას, ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა წარსულში, მაგრამ ოცნებობდა მომავალზე. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, პანტელეიმონი იყო ტრაგიკული ფიგურა, მაგრამ ის იყო ასევე გმირი. ის იყო გმირი არა იმიტომ, რომ მოიგო, არამედ იმიტომ, რომ არასოდეს დანებდა. ის იყო გმირი არა იმიტომ, რომ იყო ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ იყო ადამიანური. რა ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ადამიანის ნამდვილი სახე გამოვლინდეს არა მის საჯარო გამოსვლებში, არამედ მის პირად წერილებში, რომლებიც არასოდეს არ იყო განკუთვნილი საჯარო გამოქვეყნებისთვის? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ჟურნალისტი, რომელსაც პირველად 30 წლის განმავლობაში ეძლევა შესაძლებლობა ისაუბროს იმ ადამიანთან, რომელიც იყო პანტელეიმონ გიორგაძის უშუალო წრეში ბოლო წლებში. ეს ადამიანი, რომელიც ითხოვს ანონიმურობას და რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ბოლო მოწმეს, ცხოვრობს ახლა პატარა ქალაქში საქართველოს რეგიონში და არასოდეს არ უსაუბრია მედიას. მაგრამ დღეს პირველად ის თანახმა გაგვიზიაროს ის, რაც ნახა და გაიგო. მისი ხმა კანკალებს, როდესაც ის იწყებს. პანტელეიმონის ბოლო წლები იყო არა უბრალოდ მარტოობა, ეს იყო მეტი. ეს იყო ცხოვრება ორ პარალელურ რეალობაში. დღისით ის იყო გენერალი, პარტიის ლიდერი, ადამიანი, რომელიც საუბრობდა იმპერიის დაბრუნებაზე. მაგრამ ღამით, როდესაც ყველა მიდიოდა, ის იყო უბრალოდ მოხუცი მამა, რომელიც ტიროდა თავის შვილზე. ეს ჩვენება აჩვენებს რაღაც, რაც ჩვენ ვერასოდეს ვნახეთ საჯარო სივრცეში, პანტელეიმონის ადამიანურ მხარეს, მის სისუსტეს, მის ტკივილს. ბოლო მოწმე გვიყვება ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც მოხდა 2006 წლის ზამთარში, 3 წლით ადრე პანტელეიმონის გარდაცვალებამდე, იყო ძალიან ცივი საღამო. მე მივედი პანტელეიმონთან, რადგან ის მითხოვა დახმარება, მას სჭირდებოდა ვიღაც, ვინც დაეხმარებოდა ძველი დოკუმენტების დალაგებაში. როდესაც მე შევედი, ვნახე, რომ ის იჯდა იატაკზე, გარშემო გაფანტული ფოტოებით, წერილებით, გაზეთების ამონაწერებით. ის ეძებდა რაღაცას, ეძებდა მტკიცებულებას, რომელიც დაამტკიცებდა იგორის უდანაშაულობას. მე ვკითხე, პანტელეიმონ, რატომ აგრძელებ ამას? 30 წელია გავიდა. ხალხმა დაივიწყა. რატომ შენ ვერ დაივიწყებ? ის შემომხედა და მისი თვალები იყო ისეთი ცარიელი, ისეთი დაღლილი, რომ მე შემეშინდა. ის თქვა, რადგან თუ მე დავივიწყებ, მაშინ ყველა დაივიწყებს.
და თუ ყველა დაივიწყებს, მაშინ ის, რაც მოხდა ჩემ შვილთან, გახდება ისტორია, რომელსაც დაწერენ ის ადამიანები, რომლებმაც მას დასწამეს ბრალი. მე არ შემიძლია ამის დაშვება. ეს ეპიზოდი აჩვენებს პანტელეიმონის შინაგან ბრძოლას არა პოლიტიკურ მტრებთან, არამედ დროსთან, დავიწყებასთან, ისტორიასთან. ის იცოდა, რომ ის კარგავდა ამ ბრძოლას, მაგრამ ის არ შეეძლო დანებება. ბოლო მოწმე აგრძელებს, იმ საღამოს ჩვენ ვსაუბრობდით გვიან ღამემდე. პანტელეიმონმა მითხრა რაღაცს, რაც მე არასოდეს დამავიწყდება. ის თქვა, მე ვიცი, რომ ხალხი მთვლის გიჟად. მე ვიცი, რომ ისინი ფიქრობენ, რომ მე ვცხოვრობ ილუზიაში. მაგრამ ეს ილუზია არის ერთადერთი რამ, რაც მაკავშირებს ჩემს შვილთან. თუ მე დავკარგავ ამ ილუზიას, მე დავკარგავ ყველაფერს. და მაშინ მე გავიგე, პანტელეიმონი არ იყო გიჟი. ის იყო უბრალოდ მამა, რომელიც არ შეეძლო შვილის დაკარგვის აღიარება. მაგრამ იყო კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ბოლო მოწმე გვიზიარებს, დეტალი, რომელიც აჩვენებს პანტელეიმონის ბოლო იმედს. 2008 წლის გაზაფხულზე, 1 წლით ადრე მისი გარდაცვალებამდე, პანტელეიმონმა მიიღო ტელეფონის ზარი. ის იყო ძალიან აღელვებული ამ ზარის შემდეგ. მან მითხრა, ეს იყო ადამიანი მოსკოვიდან. ის ამბობს, რომ მან იცის, სად არის იგორი. ის ამბობს, რომ იგორი ცოცხალია, ჯანმრთელია და მალე შეძლებს დაბრუნებას. მე ვკითხე, შენ დაუჯერე მას? ის პასუხობდა, მე უნდა დავუჯერო. რადგან თუ მე არ დავუჯერებ, მაშინ რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას? ეს იყო პანტელეიმონის ტრაგედია, ის იყო მზად დაეჯერებინა ნებისმიერი ცრუ იმედი, მხოლოდ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა კავშირი შვილთან. და ეს იმედი, თუნდაც ის იყო ცრუ, აძლევდა მას ძალას გაეგრძელებინა ცხოვრება კიდევ ერთი წელი. ბოლო მოწმე ასრულებს თავის ჩვენებას ამ სიტყვებით, პანტელეიმონის ბოლო დღეები იყო მშვიდი. ის იცოდა, რომ ის კვდებოდა. ის იცოდა, რომ იგორი არ დაბრუნდებოდა. მაგრამ ის არ იყო გაბრაზებული, არ იყო მწარე. ის იყო უბრალოდ დაღლილი. ბოლო საუბარში, რომელიც მე მქონდა მასთან, ის თქვა, მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. მე ვიბრძოდი ბოლომდე. ახლა დრო დადგა დასვენების. და ეს იყო ის დაისვენა, არა როგორც დამარცხებული, არამედ როგორც ჯარისკაცი, რომელმაც შეასრულა თავისი მოვალეობა. ეს ჩვენება, პირველი ასეთი ჩვენება 30 წლის განმავლობაში, ცვლის ჩვენს გაგებას პანტელეიმონ გიორგაძის შესახებ. ის აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ფიგურა, აღარ არის უბრალოდ საბჭოთა გენერალი. ის არის მამა, ადამიანი, ტრაგედია. რა ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ადამიანის ნამდვილი სიდიადე გამოვლინდეს არა მის გამარჯვებებში, არამედ მის უნარში გააგრძელოს ბრძოლა მაშინაც კი, როდესაც ის იცის, რომ დამარცხებულია. 2009 წლის მე-3 მარტს, როდესაც პანტელეიმონ გიორგაძის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, საქართველოს მედია თითქმის არ გაშუქა ეს მოვლენა. იყო მხოლოდ მცირე შენიშვნები რამდენიმე გაზეთში, 2-3 წინადადება, რომლებიც ამბობდა, გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა გენერალი პანტელეიმონ გიორგაძე, ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი, იგორ გიორგაძის მამა. არანაირი დეტალები, არანაირი ანალიზი, არანაირი პატივისცემა. ის გარდაიცვალა ისე, როგორც ცხოვრობდა ბოლო წლებში, ჩუმად, დავიწყებულად, იგნორირებულად. მაგრამ იყო ადამიანები, რომლებმაც არ დაივიწყეს. იყო ის რამდენიმე ერთგული მეგობარი, რომლებიც მოვიდნენ დაკრძალვაზე და დადგნენ საფლავთან, არა იმიტომ, რომ ისინი ეთანხმებოდნენ პანტელეიმონის პოლიტიკურ შეხედულებებს, არამედ იმიტომ, რომ ისინი პატივს სცემდნენ მის ადამიანურობას, მის ერთგულებას, მის ღირსებას. ერთ-ერთმა მათგანმა, ვახტანგ, რომელიც იყო პანტელეიმონის უახლოესი თანამებრძოლი, წარმოთქვა მოკლე სიტყვა საფლავთან. პანტელეიმონ გიორგაძე იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ორ ეპოქას შორის. ის დაიბადა იმპერიაში, რომელიც აღარ არსებობს. ის გარდაიცვალა სამყაროში, რომელიც არ იყო მისი. მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში ის რჩებოდა ერთგული თავისი პრინციპებისადმი, ერთგული თავისი ოჯახისადმი, ერთგული თავისი იდეებისადმი. ზოგიერთი იტყვის, რომ ეს იყო სისულელე. მე ვიტყვი, რომ ეს იყო სიმამაცე. სიმამაცე იყო ის, რომ დარჩე ერთგული მაშინაც კი, როდესაც მთელი სამყარო გეუბნება, რომ შენ ცდები. ეს სიტყვები ასახავდა იმას, რასაც გრძნობდნენ ის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იყვნენ იქ, რომ პანტელეიმონი იყო არა უბრალოდ პოლიტიკური ფიგურა, არამედ სიმბოლო იმ თაობისა, რომელიც დაკარგა ყველაფერი, მაგრამ არასოდეს დაკარგა ღირსება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დაკრძალვაზე იყო ის, რაც არ მოხდა, არ მოვიდა იგორი. არ მოვიდა შვილი, რომ დაემშვიდობებინა მამას. ეს იყო ბოლო და
ყველაზე მტკივნეული დარტყმა, რომელიც აჩვენებდა, რომ პანტელეიმონის ტრაგედია არ დასრულებულა მის გარდაცვალებასთან ერთად. ის გაგრძელდება, სანამ არ გამოვლინდება სიმართლე იმის შესახებ, რა მართლაც მოხდა 1995 წელს. ზოგიერთი ადამიანი საფლავთან ამბობდა, იგორმა უნდა მოსულიყო? ის უნდა მოსულიყო, თუნდაც ეს ნიშნავდა მის დაპატიმრებას. ის უნდა მოსულიყო, რადგან ეს იყო მისი მამა. სხვები ამბობდნენ, იგორი ვერ მოვიდა. ის ვერ მოვიდა, რადგან თუ ის მოვიდოდა, ის არ დაბრუნდებოდა. ის დარჩებოდა საქართველოში, ციხეში ან უარესი. მესამენი ამბობდნენ, იგორი არ მოვიდა, რადგან ის არ იყო ისეთი ადამიანი, როგორიც იყო მისი მამა. ის არ იყო ადამიანი, რომელიც დადგებოდა პრინციპებზე. ის იყო პრაგმატიკოსი, გადარჩენის სპეციალისტი. მაგრამ იყო ერთი დეტალი, რომელიც გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, დეტალი, რომელიც ცვლის ყველაფერს. 2012 წელს ერთ-ერთმა რუსულმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ იგორ გიორგაძე ცდილობდა მოსულიყო მამის დაკრძალვაზე. ის დაუკავშირდა რუსეთის სპეცსამსახურებს და ითხოვა დახმარება, ითხოვა, რომ მას მიეცათ შესაძლებლობა ჩამოსულიყო საქართველოში ერთი დღით, საიდუმლოდ, რომ დაემშვიდობებინა მამას. მაგრამ რუსეთმა უარყო. რატომ? რადგან ეს იყო ძალიან საშიში, ძალიან რისკიანი, ძალიან კომპლიცირებული. და იგორი დარჩა მოსკოვში მარტო, ვერ შეძლო დაემშვიდობებინა მამას, ვერ შეძლო ეთქვა ბოლო სიტყვები, ვერ შეძლო ეთხოვა პატიება იმისთვის, რომ დატოვა ის მარტო. ეს დეტალი აჩვენებს, რომ იგორი არ იყო ისეთი ცივი, ისეთი გულქვა, როგორც ზოგიერთი ფიქრობდა. ის იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც იყო ხაფანგში პოლიტიკასა და ოჯახს შორის, ხაფანგში გადარჩენასა და ღირსებას შორის. დაკრძალვის შემდეგ პანტელეიმონის ბინა დაიხურა. მისი ნივთები, წიგნები, ფოტოები, დოკუმენტები, საბჭოთა გენერლის ფორმა, სტალინის პორტრეტი, ყველაფერი შეფუთეს ყუთებში და გადაიტანეს საწყობში. ის ადგილი, სადაც ის ცხოვრობდა ბოლო წლებში, გახდა ცარიელი, დავიწყებული, მიტოვებული. მაგრამ იყო ერთი ნივთი, რომელიც არ შეფუთეს, ის ფოტო, რომელიც ეჭირა პანტელეიმონს ხელში, როდესაც ის გარდაიცვალა. ფოტო მისი შვილის, იგორის. ეს ფოტო დარჩა იქ საწოლთან, თითქოს პანტელეიმონი ჯერ კიდევ იყო იქ, ჯერ კიდევ ელოდა, ჯერ კიდევ იმედოვნებდა. და ეს ფოტო გახდა სიმბოლო იმ სიყვარულისა, რომელიც არასოდეს კვდება, სიმბოლო იმ იმედისა, რომელიც არასოდეს ქრება, სიმბოლო იმ კავშირისა, რომელიც აკავშირებს მამასა და შვილს, თუნდაც ისინი იყვნენ განცალკევებულები ათასობით კილომეტრით, თუნდაც ისინი არასოდეს ნახულიყვნენ ერთმანეთი ბოლო წლებში. რა ფიქრობთ, შეიძლება თუ არა სიყვარული იყოს უფრო ძლიერი ვიდრე პოლიტიკა, უფრო ძლიერი ვიდრე ისტორია, უფრო ძლიერი ვიდრე თავად სიკვდილი? დღეს, 15 წლის შემდეგ პანტელეიმონ გიორგაძის გარდაცვალების შემდეგ საქართველო არის სრულიად განსხვავებული ქვეყანა. საბჭოთა კავშირი, რომელსაც პანტელეიმონი ემსახურებოდა, არის შორეული ისტორია. ახალი თაობა, რომელიც არ იცის საბჭოთა დროის შესახებ, აშენებს ახალ სამყაროს, სადაც ძველი იდეოლოგიები, ძველი კონფლიქტები, ძველი ტრაგედიები ჩანს როგორც რაღაც უცხო, რაღაც შორეული, რაღაც გაუგებარი. მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ იხსენებენ პანტელეიმონ გიორგაძეს, იხსენებენ არა როგორც პოლიტიკურ ფიგურას, არამედ როგორც სიმბოლოს იმ თაობისა, რომელიც ცხოვრობდა ორ ეპოქას შორის, სიმბოლოს იმ ადამიანებისა, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი, მაგრამ არასოდეს დაკარგეს ღირსება. ერთ-ერთი ისტორიკოსი, რომელიც სწავლობს საქართველოს თანამედროვე ისტორიას, ამბობს, პანტელეიმონ გიორგაძის ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ანადგურებს დიდი პოლიტიკა ჩვეულებრივ ადამიანებს. ის არ იყო დიქტატორი, არ იყო ტირანი, არ იყო დამნაშავე. ის იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც სწამდა რაღაცაში და რომელიც გადაიხადა ფასი ამ რწმენისთვის. მისი ტრაგედია იყო არა ის, რომ ის ცდებოდა თავის იდეებში, მისი ტრაგედია იყო ის, რომ ის გახდა მსხვერპლი იმ თამაშისა, რომელშიც მონაწილეობას არ იღებდა. მეორე ისტორიკოსი ამატებს, პანტელეიმონის ისტორია არის ასევე ისტორია ოჯახური სიყვარულის შესახებ. ის იყო მამა, რომელიც უყვარდა თავისი შვილი უპირობოდ, თუნდაც ეს შვილი არ იზიარებდა მის იდეებს, თუნდაც ეს შვილი დატოვა ის მარტო. ეს სიყვარული იყო ის, რაც აძლევდა მას ძალას გაეგრძელებინა ცხოვრება ბოლო წლებში. და ეს სიყვარული არის ის, რაც აქცევს მის ისტორიას უნივერსალურს, ეს არის ისტორია, რომელიც შეეხება ყველას, ვინც კი უყვარდა ვინმე და დაკარგა ის. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ პანტელეიმონის ისტორია არ დასრულებულა. იგორ გიორგაძე ჯერ კიდევ ცოცხალია, ჯერ კიდევ ცხოვრობს რუსეთში, ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩუმს. ის არასოდეს არ გამოსულა საჯაროდ, არასოდეს არ გასცა ინტერვიუ, არასოდეს არ უთხრა თავისი ვერსია იმის შესახებ, რა მოხდა 1995 წელს.
ზოგიერთი ამბობს, რომ ის ინარჩუნებს ჩუმს, რადგან ის იცავს საიდუმლოებებს, რომლებმაც შეეძლოთ შეეცვალათ ისტორია. სხვები ამბობენ, რომ ის ინარჩუნებს ჩუმს, რადგან ის იცავს თავის თავს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ ეძებენ მას. მესამენი ამბობენ, რომ ის ინარჩუნებს ჩუმს, რადგან ის უბრალოდ დაიღალა ბრძოლისგან, დაიღალა გაქცევისგან, დაიღალა იმისგან, რომ იყოს ადამიანი, რომელსაც ყველა ადანაშაულებს. მაგრამ არის ერთი კითხვა, რომელიც რჩება უპასუხოდ, კითხვა, რომელიც აწუხებს ყველას, ვინც კი იცნობს ამ ისტორიას, რა იყო სიმართლე. რა მართლაც მოხდა 1995 წლის 29 აგვისტოს? ვინ იყო ბრალეული აფეთქებაში? იყო თუ არა იგორ გიორგაძე მონაწილე ამ თავდასხმაში, თუ ის იყო მსხვერპლი პოლიტიკური ინტრიგისა? და რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში პანტელეიმონ გიორგაძეს? იყო თუ არა ის უბრალოდ მამა, რომელიც ცდილობდა დაეცვა შვილი, თუ ის იყო რაღაც მეტი? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც იციან პასუხები, ან გარდაიცვალნენ, ან ინარჩუნებენ ჩუმს. და ეს ჩუმი არის ის, რაც აქცევს ამ ისტორიას საიდუმლოდ, რომელიც შეიძლება არასოდეს გამოვლინდეს. მაგრამ შეიძლება ეს არის სწორედ ის, რაც აქცევს ამ ისტორიას მნიშვნელოვანს. შეიძლება სიმართლე არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ ვპასუხობთ ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა, როგორც ადამიანები ასეთ ტრაგედიებს. პატივს ვცემთ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც დაკარგეს ყველაფერი დიდი პოლიტიკის თამაშში. ვიხსენებთ თუ არა მათ არა როგორც პოლიტიკურ ფიგურებს, არამედ როგორც ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ოჯახები, ჰქონდათ სიყვარული, ჰქონდათ იმედები. ვცდილობთ თუ არა გავიგოთ მათი ტკივილი, მათი ტრაგედია, მათი ადამიანურობა. ეს არის ის კითხვები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როდესაც ვიხსენებთ პანტელეიმონ გიორგაძეს, არა როგორც საბჭოთა გენერალს, არა როგორც კომუნისტურ ლიდერს, არამედ როგორც მამას, რომელიც დაკარგა შვილი და არასოდეს შეძლო მისი დაბრუნება. პანტელეიმონ გიორგაძის ისტორია არის ისტორია დაკარგვის შესახებ, დაკარგვის იმპერიისა, დაკარგვის შვილისა, დაკარგვის მომავლისა. მაგრამ ეს არის ასევე ისტორია ღირსების შესახებ, ღირსების იმისა, რომ დარჩე ერთგული თავისი პრინციპებისადმი, ღირსების იმისა, რომ უყვარდე უპირობოდ, ღირსების იმისა, რომ იბრძოლო ბოლომდე, თუნდაც იცოდე, რომ დამარცხებული ხარ. და ეს ღირსება არის ის, რაც აქცევს მის ისტორიას არა უბრალოდ ტრაგედიად, არამედ რაღაც მეტად, აქცევს მას ისტორიად, რომელიც გვასწავლის რაღაცას მნიშვნელოვანს ადამიანურობის, სიყვარულის, ერთგულების შესახებ. დღეს, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ პანტელეიმონ გიორგაძეს, ჩვენ ვიხსენებთ არა მხოლოდ ერთ ადამიანს, ჩვენ ვიხსენებთ მთელ თაობას, მთელ ეპოქას, მთელ სამყაროს, რომელიც აღარ არსებობს. ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში, რომლებიც სწამდათ მის იდეებში, რომლებიც ემსახურებოდნენ მას ერთგულად და რომლებიც დაკარგეს ყველაფერი, როდესაც ეს იმპერია დაიშალა. ჩვენ ვიხსენებთ მათ არა იმისთვის, რომ გავამართლოთ მათი იდეები, ჩვენ ვიხსენებთ მათ იმისთვის, რომ გავიგოთ მათი ადამიანურობა, მათი ტკივილი, მათი ტრაგედია. რადგან მხოლოდ გაგებით შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან ისეთი ტრაგედიების გამეორება მომავალში. პანტელეიმონ გიორგაძე გარდაიცვალა 2009 წლის 3 მარტს, მარტო დავიწყებულად, იგნორირებულად. მაგრამ მისი ისტორია არ დასრულებულა. მისი ისტორია გრძელდება ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ მას, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მასზე, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ მისი ტრაგედია. და ეს ისტორია გააგრძელებს ცხოვრებას, სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეძებენ სიმართლეს, რომლებიც ეძებენ გაგებას, რომლებიც ეძებენ ადამიანურობას ისტორიის ცივ ფაქტებს შორის. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ პანტელეიმონ გიორგაძე. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ისტორიის იდოლების შესახებ სიმართლე.